Walt Disney წარმოგიდგენთ. რეჟისორი ვილფრედ ჯექსონი. პატარა სახლი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი პატარა სახლი ერთ გორაზე, რომელიც ქალაქიდან შორს მდებარეობდა. ეს იყო ძალიან საყვარელი სახლი, ლამაზი გარემოთი. 7 და ლამაზი. მზე ნაზად დანათოდა თავზე. მის გარშემო გაზაფხულის სიო დაჰქროდა. დრო გადიოდა და პატარა სახლის გარშემო ყველაფერი იცვლებოდა. სახლიც კი. თუმცა პატარა ტკივილიც ძალიან მალე გავიწყდება. წამით პატარა სახლი ცოტათი მოიწყენდა ხოლმე. მას უნდოდა რომ მის გარშემო სხვა სახლებიც ყოფილიყო. ის მათთან საუბარს შეძლებდა. ის მარტოსულად გახედავდა ხოლმე შორს მოკიაფე სინათლის შუქს. თუმცა არასოდეს გაუანალიზებია, რომ ეს სინათლე თანდათან უახლოვდებოდა და უახლოვდებოდა. რა კარგია, ფიქრობდა პატარა სახლი. როგორი ენერგიული მეზობლები მყავს. მე ნამდვილად ყურადღების ცენტრში ვარ. მე ხომ უბრალოდ კარგი მეზობელი მინდა ვიყო. მიშველეთ! სახანძრო გამოიძახეთ, სწრაფად! ვაიმე, ფიქრობდა პატარა სახლი. რა ცუდია. თუმცა მთლად საყვარლებიც არ ყოფილა. წლები ახლა თითქოს უფრო სწრაფად გადიოდა და პატარა სახლი ყველაფერს თვალს ადევნებდა. ცხოვრების რითმი უფრო აჩქარდა. ყველაფერმა ზომით მოიმატა და უფრო გალამაზდა. ეს იყო პროგრესის ხანა. სიმართლე გითხრათ, აი აქ ვარ, პროგრესით გარშემორტყმული. მოკეტე! შენ რა, ვისეუბნები მოკეტეო? ჩუმად! მართლა? სადმე სხვაგან სცადე! შენ ვინ გეკითხება? ნეტავ მეც შემეძლო სხვაგან წასვლა, მაგრამ რა თქმა უნდა, მას არ შეეძლო. სამწუხაროდ ის მიწას ვერ მოსცილდებოდა. ახალ წელს გილაცავ. მაგრამ პატარა სახლი ფიქრობდა, რომ ის არასოდეს არ იქნებოდა ბედნიერი. ის შიგნიდან ძალიან ცარიელი და მარტოსული იყო. მაგრამ ერთი რაღაც ახასიათებს პროგრესს. ის ყოველთვის ვითარდება.
კარგია ისევ მარტო ყოფნა. იქნება ახლა მაინც მოვიპოვო სიმშვიდე. ვაიმე? ახლა რაღაც ხდება. ქალაქი უფრო იზრდებოდა. ხშირად სიმაღლეში. მაღლა და მაღლა. თითქოს 3-მდე უნდოდა მისვლა. ღმერთო. რას დავემსგავსე? მე ვეღარასოდეს ვნახავ მზეს. ან როდესმე მაინც გამეთამაშება ზაფხულის სიო. ვეღარც ბავშვების ღიღინს გავიგონებ. აქეთ მოდით, აქეთ. საწყალი პატარა სახლი. ახლა არაფერი დარჩა მისგან. იმედიც გაუქრა. აი ეს არის ბიჭებო. რა, ძველი კოხია? ხო, საქმეს მივხედოთ. დიახ. სამწუხარო ფაქტია. ჩემი დროც დადგა. არავის უსურვებ ამას. თუმცა მე არ უნდა ვნერვიულობდე. როგორც სახლს, მაინც არაფერი არ მეთქმის. ჩვენ ხომ მაინც ყველა სადღაც მივდივართ. ეს არ არის ჯერ კიდევ დასასრული. ეს თურმე დასაწყისია. უბრალოდ შეკეთებას და გალამაზებას დასჭირდა დიდი დრო. ბედნიერებაა, რომ მან მეგობრები შეიძინა. უпростоრად მათ შეიძინეს. ის ძალიან ბედნიერი იყო. ისინი მიხვდნენ, რომ სიმშვიდე და ბედნიერება ამ პატარა სახლში მოიპოვებოდა. ამ პატარა გორაზე. ქალაქიდან მოშორებით. ძალიან შორს. დასასრული. ფილმი გახმოვანებულია ივერია ინტერმედიას მიერ.